აქ ახლა აქ ადამიანი მოვა და ავტომობილს რო ვერ შეარჩევს, ესეთი არ არის. გარეთაც გვიყენია, ხო, წამო გარეთაც გავიდეთ, აბა. მარი, ბატონო, უცხოეთში ხო ცხოვრობ ბიზია. აი ესეთი ცენტრი, ესეთი მოწესრიგებული გინახია? მართლა არ მინახავს. თან ამდენი კარგი მანქანა ერთად, ერთ ცენტრში. აი უყურეთ. ზოგადად საქართველოში გემოვნება გვაქვს ბატონო. ამას გამოვარჩევდი და გამოყოფ. აი ახლა შეხედეთ. ახლა გავართ აი გარეთ, ხო? შეხედეთ, უბრალოდ აქაც რამდენი ავტომობილი დგას, ხო? ახლა იტყვიან, რომ საქართველოში ფული აქვს. ვისაც ფული აქვს, იმან უნდა იყიდოს და ახლა თუ ფული არ აქვს, ჩემი ბრალი ხო არ არის? თუ ფული არ აქვს, მოდი ვიზია. მოიწიე ისა. ქეთი. თუ ფული არ აქვს, რა უნდა ხარ? თუ ფული არ აქვს, უნდა იმუშაოს. ვიღაცამ დაწერა მე რომ შრომობის ის არისო, შრომა მე შახტე ვარო. ყველა მე შახტე შემოვევლე. იმიტომ რომ რეალურად ფიზიკურად მუშაობენ, მაგრამ ახლა ჩემი ტვინი სხვანაირად განვითარდა, შენი ტვინი სხვანაირად, ხო? ყველა მე შახტე რო იყოს არ გამოვა. ყველა მანქანა რო ყიდოს, ესეც არ გამოვა, ხო? აქ არის სისტემა. შენ ეს იცი, ის მესათეა, ის კუბს აკეთებს და მილიონი სხვადასხვა საქმეა მშენებელია და ასე შემდეგ. ქეთი, ეს რა არის ზეუთრო ჩამოგისვია ეს მანქანა? ეს შენი თავი იქნება 100%-იანი. ეს 100%. ეს 100%-იანი შენი თავი იქნება. ხარ მათე მოტორსით ყვაყოფილი? გელაბარგავაიას სტაჟირებით? ხო ისწავლე ბიზნესი? ახლა ვეტყვი შენ რომ გამოგიშვა. ახლა ვეტყვი ქეთი შენ რომ სამსახურიას მსგავს სამსახურიდან რომ გამოგიშვა, იმას ვეტყვი მეორეჯერ. ბიზია დამიჯერე. კომპანიას ღუპავს პირველი იმისიანი ამისიანი. კომპანიაში ადამიანი რომ მოდის, თუ მუშაობა უნდა, ხო? რა მნიშვნელობა აქვს, მისი შვილია, ხო? ცოდნა, განათლება, აი ყველა რუსულად საუბრობთ, ყველა ინგლისურად საუბრობთ, ყველა ფიზიკურად საქმეც ისწავლეთ, ხო? იმ დონეზეა დავაგებული, რომ არაფერი ახლა ველოდებით კლიენტებს და კი მოდის ეს კლიენტები, ხო?